თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხა. ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებით, ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ხარჯები, რაც გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, საჭიროება იყო. დიმიტრი ხაჩიძის თქმით, თანხა, რომელიც სამინისტრომ გადაიხადა, მოიცავდა არა მხოლოდ აპარატურის ფასს, არამედ მის მონტაჟს, ოთახის მოწყობას და ასე შემდეგ. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ის აპარატურა რის დამონტაჟებასაც ედავება, რომ შესყიდვასაც ედავება ბრალდების მხარე, რომ ძვირად იყიდა, მის მონტაჟს, მოტანას, ადგილამდე დამონტაჟებას გარდა, ასე ვთქვათ, იმისგან, ვინც პირველი ხელიდაც დავარქვათ, იყიდა, ჭირდებოდა რამდენიმე ეტაპი. გარდა იმის, თუ ჩვენ ვიანგარიშებთ მხოლოდ აპარატურის ფასს, ესე ვთქვათ, შეფუთულს და დასაწყობებულს, მაშინ ბუნებრივია შეიძლება სხვაობა გამოგვივიდეს, მაგრამ როგორც მოწმემ აღნიშნა, ამ აპარატურას დამონტაჟებას და საბოლოო წყობში მოყვანას აქვს სერიოზული ხარჯი დამატებითი და ეს ხარჯი არ შედის იმ ფასში, რაც აქვს ბრალდებას გამოყვაնել. დღეს დაიკითხა ორი პირი, იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც უშუალოდ პირველ რიგში შემოიტანეს ერთი მხრივ ეს აპარატურა, ეს იყო სხვადასხვა სახის აპარატურა სხვადასხვა დროს და შემდგომში ამ პირველმა კომპანიამ მიყიდა მეორე კომპანიას, მეორე კომპანიამ მესამეს და მესამე მეოთხეს. სწორედ ამ მეოთხისგან შეიძინა უკვე თავდაცვის სამინისტრომ ეს აპარატურა იმგვარი ფასნამატით, რომ როგორც მოწმეება დაადასტურეს, ეს იყო დაახლოებით 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე რეალურად ბაზარზე არის. ამას ამბობს ბრალდების მხარე ზუსტად, რომ არარეალური გარიგებები არის შედგენილი ამ აპარატურის შეძენის პროცესში, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა სახის კომპანიები, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმის დასაფარად, რომ ასე ვთქვათ, ეს არ გამჟღავნებულიყო ამ თანხის მითვისების პროცესი. პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა. მისი მოადგილის ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალ სამედიცინო აპარატი 2.606.272 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე ბრალდების თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544.000 ევროთ ქონება შეიძინეს. პროკურატურის ცნობით აღნიშნული წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით ამ ქონებისთვის კანონიერის სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბაწყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. ოცნების ყოფილ თავდაცვის მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.